გამარჯობა, თქვენ უყურებთ Spanish Conticos YouTube არხს. მე თიკო ვარ. ეს არის გაკვეთილების სერია ესპანური ნულიდან და დავიწყოთ მეხუთე გაკვეთილი. თუ პირველი 4 ვიდეო არ გინახავთ და გსურთ ნახვა, შეგიძლიათ ნახოთ ალბომში ესპანური ნოლიდან. მაშასე დღეს ვისაუბრებთ კითხვის დასმის სტრუქტურაზე და ასევე კითხვით სიტყვებზე ესპანურში. კითხვის დასმა ესპანურ ენაში ინტონაციის საშუალებით ხდება. აი მაგალითად, როგორც ქართულში ვამბობთ, ვჭამოთ, ესპანურში იქნება comemos, წავიდეთ, vamos, თხრობით ფორმაში ეს ფრაზები იქნებოდა შემდეგნაირად. comemos, ვჭამოთ, vamos, წავიდეთ და ასე შემდეგ. ესე იგი, კითხვის დასასმელად უბრალოდ ინტონაცია უნდა შევცვალოთ, როგორც ქართულში ვაკეთებთ. თუმცა რა თქმა უნდა გვაქვს კითხვითი სიტყვებიც, როგორც ქართულში, მაგალითად რა, სად, როდის, როგორ და ასე შემდეგ. და როგორც ქართულში, წინადადებას, კითხვით წინადადებას აუცილებლად ვიწყებთ კითხვითი სიტყვით. მაგალითად, ავიღოთ პირველი კითხვითი სიტყვა კე, რა. თუ გვინდა ვიკითხოთ, რას აკეთებ, რა გინდა, რომ ვჭამოთ, იქნება კე haces ან კე quieres comer. შემდეგი კითხვა quién, ვინ. მაგალითად, quién es tu novio, ვინ არის შენი შეყვარებული? მეორე მაგალითი ¿Quién viene hoy? ვინ მოდის დღეს? შემდეგი კითხვითი სიტყვა ¿Dónde? სად? ¿Dónde estás? სად ხარ? სხვა მაგალითები ¿Dónde vives? სად ცხოვრობ? ¿Dónde trabajas? სად მუშაობ? შემდეგი კითხვითი სიტყვა ¿Cuándo? როდის? მაგალითად ¿Cuándo estudias? როდის მეცადინეობ? ან შემდეგი ¿Cuándo es tu cumpleaños? როდის არის შენი დაბადების დღე? თუ კარგად დააკვირდებოდი, ყველა კითხვითი სიტყვა აუცილებლად შეიცავს მახვილს და იწერება ორი კითხვის ნიშნით, თავში და ბოლოში. ეს ნამდვილად კითხვითი სიტყვაა, მაგრამ თუ ორივე კითხვის ნიშანს მოვაშორებთ და ასევე აზე მახვილს წავუშლით, გამოვა კავშირი. მაგალითად, ¿Cuándo არის როდის, ხოლო ¿Cuándo კითხვის ნიშნების გარეშე და მახვილის გარეშე ხდება როცა. თუ გინდა უფრო სიღრმისეულად შეისწავლო ესპანური, ან უბრალოდ ნულიდან დაწყება გსურს, შეგიძლიათ არეგისტრირდე ჩემს კურსზე. კურსი მოიცავს ჩემს მიერ შედგენილ ვიდეო გაკვეთილებს, სადაც დეტალურად გიხსნი ესპანურს ნოლიდან. ასევე ვიდეო გაკვეთილებს მოყვება სავარჯიშოები, რათა შენით ინდივიდუალურად შეძლო პრაქტიკა. დეტალური ინფორმაციისთვის მომწერე აი ამ ელექტრონულ მისამართზე, ან კომენტარებში დამიტოვე შენი მეილი და თავად დაგიკავშირდები. ახლა კი გავაგრძელოთ კითხვით სიტყვებზე საუბარი და შემდეგი კითხვითი სიტყვაა რატომ, por qué, მაგალითად ¿Por qué estudias español? რატომ სწავლობ ესპანურს? ¿Por qué estás cansado? რატომ ხარ დაღლილი? შემდეგი კითხვითი სიტყვაა ¿Cuánto? რამდენი? მაგალითად ¿Cuánto cuesta? რა ღირს? და კითხვა რომელიც უკვე იცით ¿Cuántos años tienes? რამდენი წლის ხარ? შემდეგი კითხვითი სიტყვაა ¿Cuál? რომელი? მაგალითად ¿Cuál es tu comida favorita? რომელია შენი საყვარელი საჭმელი? აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. კითხვითი სიტყვები კე და ¿Cuál ერთმანეთს ძალიან გავს, მაგრამ განსხვავებაა. კე ვიყენებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგად ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვარიანტები არ გვაქვს. მაგალითად ¿Qué quieres? რა გინდა? ზოგადად რა გინდა? მაგრამ ¿Cuál quieres? რომელი გინდა? ესე იგი, რამდენიმე ვარიანტი გაქვს წინ და უნდა აირჩიო. კიდევ ერთი მაგალითი ¿Qué es esto? რა არის ეს? მაგრამ ¿Cuál es tu libro? რომელია შენი წიგნი? და ბოლო კითხვითი სიტყვა ეს არის ¿Cómo? როგორ? მაგალითად ¿Cómo estás? როგორ ხარ? ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ესპანურად რა გქვია ისმევა კითხვით ¿Cómo? ანუ ¿Cómo te llamas? და არა ¿Qué te llamas? ახლა უკვე იცი როგორ დასვა ესპანურად კითხვები და მინდა რომ კომენტარებში დამიწერო აი ამ კითხვებზე პასუხი. ¿Cómo te llamas? ¿Por qué estudias español? გელოდებით კომენტარებში აუცილებლად წავიკითხავ. და ბოლოდ ხოვნა, გაუზიარეთ ეს ვიდეო მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. დაალაიქეთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ გვერდი. ამით მე ძალიან დამეხმარებით. მადლობა, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.